ინვაზიური სახეობები აუცილებლად, რა თქმა უნდა, მათ შორის შეიძლება ეს თევზის, მე ხა დარწმუნებით ვერ გეტყვით, იმიტომ რომ დამარწმუნებელი წყაროები 13 წლით არ არის 2017 წლის წყარო ვნახე, დღევანდელი წყარო ჯერს ვერ ვნახე, როგორც კი ვნახავ, შეგატყობინებთ აუცილებლად, მაგრამ ეს ყველაფერი მეთევზეობის სექტორზე რა თქმა უნდა მოქმედებს. იგივე გამჟავიანება, იმიტომ რომ თქვენ იცით რომ ნახშირორჟანგი, რომელსაც ძირითადად ოკეანეები შთანთქავდა აქამდე და არა ჩვენს მიერ დარგული ხეები. ხო? უკვე აღარ აქვს საშუალება ოკეანეებს რომ შთანთქოს მეტი. რაც ტრაგიკული შემთხვევა, იმიტომაც არის დაჩქარებული კლიმატის ცვლილება. თქვენ იცით რომ 1 გრადუსზე ვსაუბრობდით ამ რამდენიმე წლის წინ და შარშან 1.5 გრადუსს გადააჭარბა გლობალურმა საშუალო ტემპერატურამ და ეს ნიშნავს იმას, რომ ეს 1.5 ჩვენთან დარჩება. მე შეგახსენებთ, რომ ეს არის პარიზის შეთანხმების იდეალური ვარიანტი. შეთანხმებული ვარიანტი არის 2 გრადუსი. დღეს ჩვენ ვართ 3.5 გრადუსზე, ჩვენი ქმედებებით გლობალურად და 3.5 გრადუსს გაანებეთ, 1 გრადუსი არის უკვე ტრაგიკული. და მე ვიტყოდი, რომ ვიდრე თევზებზე დავიწყებ და ზღვაზე საუბარს. ყველაზე ჩემი აზრით, ჩემი პირადი აზრი არის როგორც ექსპერტი, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული არის ზღვის დონის აწევა.